ვიდრე რუსული ეკონომიკა შველას და მშველელსელის სოსო პავლიაშვილი რუსეთისთვის სიმღერით ლოცულობს. მომღერალი სიმღერა სამშობლოთი შეიყვარა ქართველმა მსმენელმა, მაგრამ დღეს სწორედ ამ თემატიკის, თუმცა სხვა სამშობლოსადმი მიწყვნილი სიმღერის გამო იმავე მსმენელის გულისწყრომა დაიმსახურა. მე ვლოცულობ შენთვის ჩემო ამაყო რუსეთო, ეს არის ფრაგმენტი სოსო პავლიაშვილის სიმღერიდან, რომელმაც ქართველი მსმენელის გაღიზიანება გამოიწვია. სიმღერა საქართველოშიც პოპულარულია, მაგრამ არა იმიტომ, რომ მოსწონთ. ქართველმა ინტერნეტ მომხმარებლებმა მომღერალს ამაყი რუსეთისთვის ლოცვა დაუწუნეს. სიმღერა მის რეპერტუარში ახალი არ არის. თამარ ჩიხლაძე გაგაცნობთ გზას სამშობლოდან გორდაია სტრანამდე. მიშა მაგარია 2008 წლის აგვისტო სოსო პავლიაშვილი რუსეთ-საქართველოს ომამდე 4 დღით ადრე სამშობლოზე მღერის. ეს კი 2014 წელია. იგივე მომღერალი და ისევ სამშობლოზე, რომელსაც უკვე სხვა სახელი ჰქვია. საამაყო რუსეთში. სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი სოსო პავლიაშვილის გამოსვლა გახდა მოსკოვის ფოლკლორის სახელმწიფო თეატრში. სიმღერა რუსეთზე ძველია, კონცერტი ახალი, პათოსი კი უცვლელი. არის სხვაობაც, რუსეთის წმინდა განთიადს მომღერალი ადრე თამარ გვერდწითელთან ერთად უმღეროდა. სოსო პავლიაშვილი არის რუსეთის მოქალაქე და სიმღერის საკუთარ სამშობლოს. რუსეთის მოქალაქის სიმღერა გიორგი კეკელიძეს არ გაჰკვირვებია. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი აღნიშნავს, რომ ანექსია ხშირად იარაღთან ერთად პროპაგანდითაც შეიძლება. არსებობს ბუნებრივია სხვადასხვა მოსაზრების მქონე ადამიანები, მაგრამ სახელმწიფო ყოველთვის არის ერთი და ეს სახელმწიფო გამოხატავს კონკრეტულ პოზიციას და ეს კონკრეტული პოზიცია დღეს საქართველოსთვის არის მტრული. ძალიან კარგი იქნება თუ გააცნობიერებენ ქართველი ხელოვანები, რომ ზოგადად ხელოვნება საზღვრებს გარეშე ცნება არ გულისხმობს ხელოვნებას გადმოწეული საზღვრებით. ნებისმიერი იმ მომენტში მსმენელი ამ ტექსტს და სოსო პავლიაშვილის გამოსვლას განიცდიდა როგორც პოლიტიკურ აქტს. 90-იანი წლების ჰიმნი და პოლიტიკური პროტესტი კულტურაში. ასე ახსოვს ლელა გაფრინდაშვილს მომღერლის კარიერის დასაწყისი. თუმცა დღეს ფილოსოფოს პავლიაშვილის სიმღერამ სხვა საბჭოთა მელოდია გაახსენა. ეს არის იგივე ტექსტი, ფაქტობრივად იგივე სულისკვეთება, რაც არის 1936 წელს დაწერილ სიმღერაში შირაკა სტრანა მაია родная, სადაც აი თუნდაც საბჭოთა კავშირის მოქალაქეები უმღერიან აი ამ ბედნიერ და კარგ ქვეყანას, მაშინ როდესაც ქვეყანაში რეპრესიები მიდის. რუსეთით ამაყ მომღერალს რუსეთის არაერთი საამაყო საქციელი დღეს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ შეახსენეს. შეახსენეს ის პარადოქსიც, როცა ორ სამშობლოს უმღერი და ერთს მეორე ოკუპირებული ჰყავს.